გამარჯობა ყველას. დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვისაუბროთ ცნობილ ნაწარმოებზე სახელად ბუსთა ბატონი და დღევანდელი პოდკასტის მთავარი თემა იქნება სიმბოლოები ბუსთა ბატონში. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი თემა არის ამ ნაწარმოებისთვის, რადგანაც ვიხელეთ, რომ მაგ პატარა ნივთად შეიძლება ჰქონდეს დიდი სიმბოლური მნიშვნელობა. და სანამ დავიწყეთ, მოკლედ გეტყვით თუ რაზე ვილაპარაკებ ამ პოდკასტში. პირველ რიგში ვისაუბრებ წიგნის ავტორზე, როდის და როგორ დაიწერა ბუსთა ბატონი. შემდეგ განვიხილავ წიგნის შემადგენლობას და საბოლოოდ კი გადავალ ნაწარმოების სიმბოლოებზე და მოდით დავიწყოთ. ნაწარმოები ბუსთა ბატონი არაჩვეულებრივი წიგნია, რომელიც დაიწერა 1950 წელს უილიამ გოლდინგის მიერ. უილიამ გოლდინგი დაიბადა 1911 წელს ინგლისში. სანამ ის გახდებოდა მწერალი, ის მუშაობდა სკოლის ინგლისურის მასწავლებლად და ასწავლიდა იგივე ასაკის ბავშვებს, რაც ბუსთა ბატონში იყვნენ. მისმა გამოცდილებამაც უფლება მისცა გოლდინგს უკეთ გაეაზრებინა თუ როგორ ეპყრობიან ბავშვები ერთმანეთს. ასევე, რადგანაც მას უნახავს თუ როგორი აგრესიული და ბოროტი შეიძლება იყვნენ ბავშვები, მისთვის უფრო ადვილი გახდა პერსონაჟების შექმნა, როგორც ჯეკი ან როჯერი. უილიამ გოლდინგმა ასევე გამოიარა მეორე მსოფლიო ომი, რადგანაც მან დაინახა რეალური სამყაროს ნამდვილი ბოროტობა. უილიამმა ბევრ სიკვდილს მოესწრო და ნახა ადამიანები, რომლებიც ოდესღაც მშვიდი ცივილიზებული ხალხი იყვნენ, მაგრამ ომის პირობებში სრულად გაველურდნენ. ამ ყველაფერმა ბოლომდე დაუნგრია მას წარმოდგენა, რომ ადამიანები კარგები არიან და დააჯერა უილიამს, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი არის ბოროტი, თუნდაც დიდი იყოს, თუნდაც პატარა. ვფიქრობ, ომი და უილიამის გამოცდილება იყო ბუსთა ბატონის შინაარსის მთავარი მიზეზი. თვით კუნძული და ბავშვები გვაჩვენებენ ჩვენ რეალურ სამყაროს და უილიამს მაგით იმის თქმა უნდოდა, რომ კუნძულზე თუ რეალობაში ყველგან იგივე აგრესია, ძალადობა და შეჯიბრი იქნება. საბოლოოდ, წიგნი კი დაწერილი იყო იმისთვის, რომ მკითხველებს ენახათ ადამიანების ნამდვილი სახე, რომელსაც მარტო ცივილიზაცია და მიღებული წესები ფარავენ. ახლა კი დროა გადავიდეთ წიგნის შინაარსზე. ბუსთა ბატონის დასაწყისში კუნძულზე ჩამოვარდა თვითმფრინავი, სადაც მარტო 6-დან 12 წლამდე ბიჭები გადარჩნენ. სულ პირველები შეხვდნენ რალფი და ღუტა. რალფმა და ღუტამ ნიჟარა იპოვეს და გამოიყენეს ის იმისთვის, რომ შეეკრივათ დანარჩენი ბავშვები. კუნძულზე გამოჩნდნენ სხვა ბავშვებიც და მათთან ერთად ჯეკის გუნდიც. იმის მერე, რაც ბიჭებმა შეიკრიბნენ, მათ გააწყვეტეს ლიდერის არჩევა და საბოლოოდ აერჩიეს რალფი, რის გამოც ჯეკი უკმაყოფილო დარჩა. ამის შემდეგ რალფმა ჯეკი და მისი გუნდი მონადირეებად დანიშნა. კუნძულის დათვალიერებისას ბიჭებმა გოჭი ნახეს. ჯეკს მისი მოკლა უნდოდა, მაგრამ ვერ მოკლა, რის მერეც ეს მას გულში ჩარჩა. როცა ბიჭები დაბრუნდნენ, პატარა ბიჭმა თქვა, რომ ურჩხული დაინახა. მისმა სიტყვებმა პატარა ბავშვები შეაშინა და რალფმა ცადა მათი დამშვინება, მაგრამ ბავშვებს მაინც ეშინოდათ ურჩხულის. შემდეგ რალფმა თქვა, რომ ბიჭებმა ცეცხლი უნდა დაანთონ, იმისთვის, რომ გამლელმა გემმა შეამჩნიოს და ბავშვები გადაარჩინოს. ბიჭები მთის მწვერვალზე ავიდნენ, დიდი ხანი ცეცხლს ვერ ანთებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ღუტას სათვალე წაართვეს და დაანთეს ცეცხლი. ცეცხლი ძალიან სწრაფად გაიზარდა და ზოგ ხეზე გადავიდა. ბავშვების დათვლის შემდეგ კი ღუტამ შეამჩნია, რომ ერთი ბიჭი გაქრა და ცეცხლში დაიღუპა. დრო გავიდა და რალფი და საიმონი ცდილობდნენ ქოხების აშენებას. სხვა ბავშვები უფრო თამაშით იყვნენ დაკავებული, ხოლო ჯეკი ნადირობაზე იყო ორიენტირებული. ჯეკის და რალფის უთანხმოება საბოლოოდ კამათში გადავიდა, რაც უფრო მეტი დრო გადის, ბიჭები მით უფრო ველურდებიან და ნელ-ნელა რაციონალურობას კარგავენ, თუმცა ჯერჯერობით ჩაბეჭდილი ძველი წესები აჩერებენ მათ. ჯეკმა მისი სახე თიხით და ნახშირით შეიღევა და მაგით წესებისგან თავისუფლება იგრძნო. ჯეკმა და მისმა გუნდმა ბოლოს მოკლეს ხორი, მაგრამ ჯეკზე მიბარებული ცეცხლი ჩაქრა იმ დროს, როცა გემმა ჩაიარა. ამაზე რალფი ძალიან გაბრაზდა, რადგან ცეცხლი მათი გადარჩენის შანსი იყო. ღუტამ კი ჯეკს უსაყვედურა, რის შემდეგ ჯეკმა უბიძგა ღუტას და მისი სათვალეს ერთი შუშა გადყდა. ამის მერე ბიჭებში უფრო დიდი დაძაბულობა გაჩნდა. რალფმა შეკრიბა ბიჭები პრობლემების გადასაჭრელად. პატარებმა კი ურჩხულზე დაიწყეს ლაპარაკი. ღუტა ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მაგი ურჩხული არ არსებობს, მაგრამ ჯეკმა უთხრა ბავშვებს, რომ ის ნადირობს და მოკლავს ურჩხულს. მისმა სიტყვებმა ბევრ ბავშვზე მოახდინა დაბეჭდილება და რალფმა გაიაზრა, რომ ნელ-ნელა კარგავს თავის ავტორიტეტს. ბიჭები უკვე აღარ ცემენ რალფს პატივს და ჯგუფი იშლება. დრო გავიდა და სემი და ერიკი ცეცხლის განთებაზე მიდიოდნენ, მაგრამ შეამჩნიეს კაცის ფიგურა და იფიქრეს, რომ ეს ურჩხულია, არადა ეს მკვდარი პარაშუტისტი იყო.
ბიჭებმა რალფთან და დანარჩენებთან გაიგზნენ და დაიწყეს ურჩხულზე ნადირობა. ბიჭებმა ნახეს კუნძულის სხვა ნაწილი, რომელიც ჯეკს ძალიან მოეწონა და შესთავაზა დანარჩენებს, რომ ის იყოს მათი თავშესაფარი.